ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. ეხლა ვხატავ მე ეგრეთ წოდებულ სამიზნე მარკერებს, რომელზეც მოგვიწევს 22 ელერები გამოტანილი დღეს ბუნებაში და მანძილებზე მოგვიწევს აი ამ სამიზნეებზე სროლა. ჩვენ ეს 22 ელერები განხილული გვაქვს, ხო? რა თქმა უნდა, განხილული გვაქვს და ბევრს აინტერესებდა, რომ გვაინტერესებსო, როგორ ისვრის და რა მანძილებზე, როგორ ჯგუფებს აკეთებსო. ჩვენ ხო საერთოდ ჩვენი მომხმარებლის სურვილებიდან გამომდინარე ვაკეთებთ ამ ვიდეოებს, ანუ დააინტერესა ხალხს და ჩვენ შევეცდებით, რომ გავაკეთოთ ობიექტურად თუ სხვადასხვა მანძილზე როგორ ჯგუფებს გააკეთებს ეს შაშხანები. ხო, აღსანიშნავია დღეს ორი მოდელი გვაქვს წამოღებული, ერთი ვინჩესტერის ფილმის რომელიც თურქეთში არის ნაწარმოები და მეორე სუფთა-ჩეხური, ორივე განხილული გვაქვს და ორივე დახასიათებული გვაქვს მოკლედ რა. უბრალოდ აი ამ ჩეხურ 457 მოდელია. ოპტიკა არ მოყვება და გვათხოვეს ეს ოპტიკა მოვარგეთ, რომ იმიტომ სამიზნე მოწყობილობები არ ქონდა, მაგრამ უბრალოდ სროლო ყოფილიყო შესაძლებელი, ხო ხდები. ამას არ მოყვება სამიზნე მოწყობილობები და ოპტიკა მოვარგეთ ზედა. აი ამ ვინჩესტერს კიდე აქვს სამიზნე მოწყობილობები. მე ვფიქრობ, რომ 20 მეტრიდან დავიწყოთ და ავიდეთ 100 მეტრამდე მანძილებზე. 5-5 ტყვიანი ჯგუფებს ვფიქრობ. ან შეიძლება უფრო ნაკლებსაც, არ ვიცი როგორ ხასიათს დავდგები მე რა. ნასრულებიდან გამომდინარე. და ვნახავთ საწყისი სიჩქარეები რამდენი აქვს. ვაზნებზე კი აწერია რაც აქვს სიჩქარე, მაგრამ მაინც რეალურად რამდენი იქნება სიჩქარე ამ ჩვენ პირობებში, ჩვენი კლიმატიდან გამომდინარე ძალიან მოქმედებს ტყვის საწყისი სიჩქარეზე. ტემპერატურა ჰაერის წნევა და რაღაცები კიდე რა. ძალიან გამოცდილი დამხმარები ყოლები ეს. ბატონი აკაკი. აირდრონიდან და მოდი აკაკისას ვასრულოთ რა, ჩვენ რო. კი, საინტერესო იქნება. მარტო მე ვარ. მე მეცაც გეტყვი რა. მე მაქვს წამოღებული ჩემმა მეგობარმა მაჩუკა ნორინკო 22 ელერი და ძალიან მაგრამ მაინტერესებს ჩემი იარაღი შევადარო აი ამ იარაღს. რა თქმა უნდა შევადაროთ. ხო, საინტერესო იქნება. რა პრობლემაა. მე როგორ დაგუსვნა უთხრა, თხოვრო მეთქი. შენს დაგვეხმარეთ ხო ანუ გასროლებში ობიექტურები რო იყოთ მაქსიმალურად. მე სვესვრი, აკაც ესვრის. და რამდენი მეტრა არის შორს რო არის? 70 იმარლე. 70 მეტრა და ეს ახლოში არის სადღაც 30. ხო, გასაგები. აკო, მოგვეხმარები დღეს? რა თქმა უნდა. ბიზნესლა. შემოგევლე. ძალიან დიდი მადლობა რომ შენი ქრონომეტრი დღეს მოგვიტანე და გამოვიდე. შხვილმეტრი ეგრეთ წოდებული, ხო? კაი, დავიწყოთ. ქრონოგრაფი არა, გამოცდილება სამკაცისა და ქრონოგრაფი ქვია თუ ქრონომეტრი? ქრონოგრაფი. ქრონოგრაფი ქვია სწორედ. ქრონომეტრი არის საათის წამზომი მე მგონი რა. აჰა, გასაგებია ქრონოგრაფს. გასაგებია. ჯერ ტყვიები გავზომოთ, ტყვის სიჩქარეები გავზომოთ და მერე სროლ თუ პირიქით ბოლოს გავაკეთეთ. მოდი რა ვქნათ, იცი? ტყვის სიჩქარის გაზომვასთან ერთად მივასწოროთ ოპტიკაც. და პარალელურში გავიგეთ რა. დავზოგავთ დროს და ტყვიებს ამას. დინარე ალგეთი პოზიციონული. რომელიც არის ძალიან დაბინძურებული. ნუ ხო მოსახლეობასთანაც ახლოს არის ხომ დინარე უფრო დაბინძურებულები. და მე მაქვს დიდი ეჭვი რომ ჩვენს გამომწერებთან ერთად შეიძლება რომ აქ მოვიდე და დავალაგოთ. კარგი იდეა. შესანიშნავი. და იქნებ რაღაც ან მუნიციპალიტეტს ვთხოვოთ, რომ ერთი უნდა დავდგათ აქ და მე ჩვენი ძალებით გადავაყაროთ ხომ ეს ნანგავი რა. 30 მეტრაზე ვახდენთ მეტრული სამიზნიდან სამიზნეზე სროლას ვინჩესტერის ფირმის 22 კალიბრიანი მოკლე შაშხანით. გავაკეთებ 5 ტყვიან ჯგუფს, თან გაიქროლება, ანუ ქრონში გაძვრება ტყვია და გვეცოდინება საწყისი სიჩქარე რამდენი აქვს. საწყისი რა სიჩქარე რამდენი აქვს ტყვიას და თან პლუს გამოჩნდება ჯგუფები თუ რა ჯგუფს გააკეთებს რა ცოტა ხეთ შემოტრიალე. აი ყურე სად არის
Всё. Куда сам издес весური გადატოვანი და გასროლები იქნება. პირველი გასროლა. კიდე ერთი. 1 2 3 4 და ხუთი. ესე იგი 320. სიჩქარეები მე როგორც მივხვდი არის ძალიან სხვადასხვანაირი რა. განმუხტეთ იარაღი უსაფრთხოების წესების თანახმად და ნახულობთ ახლა ეგ რა ხდება. ვესროდი აი აქ. ეს არის ჯგუფი. ასე იგი. რამდენი იქნება ეს? 5? ხო, ეს კარგად ეჭდა. ასანთის კოლოფია რა. ეს პირველი ალბათ ცივილურიდან რო იყო პირველი ტყვი იქნებოდა ეს რა. მაგრამ მას შემიძლია ახლა ეს არჩევეხები მას ისე ჩამოვწევ დაბლო, მაგრამ დამიზნების ტექნიკაში ეს დავამალინდეთ და ქვევიდან დავსვავ ხა და აყრის ცენტრში. ხო, სულ ჯგუფი მართლა არ არის, მაგრამ მანძილიც არა, რო გითხრა ძალიან შორია მათი 30 მეტრია მანძილი. ეხლა ხო პირველად ისროლა ამ თოფი. ხო, პირველად. მოსალოდნელი იყო ეგ ჯგუფი. აი ხა მეორე ნახე, შეიძლება ნახევარი გაანახევროს ეგ ჯგუფი. ეს ჯგუფი ხო? კი, цаრიელი ლულით როცა ხდება გასუფთა ლულით, პირველი შედეგი არ არის და ეს ხო, პირველი ხო, მართალია. ეგ პირველად ისროლა ახლა მაგას. ლულას თუ არ აქვს გასროლილი არც ერთი ვაზნა, პირველ 5 ტყვიაში ჯგუფს ვერ მიიღებ ვერანაირად რა. შეიძლება ვერც 10 ტყვიაში ვერ მიიღო. იმიტომ რომ ტყვია აკეთებს ეგრეთ წოდებულ გამოგლესვას ლულისას, როდესაც როლა ხდება და ტყვია ერგება ლულას და აი მაგის შემდეგ ხდება ჯგუფების დასტაბილურება რა. რამდენი ნასროლი უნდა გაკეთდეს? 10-დან შეიძლება 50-მდეც დაჭირდეს, ანუ ერთი კოლოფი შეიძლება დაჭირდეს ტყვის მორგებას რა, ასე რომ ვთქვათ. ერთიც. დასტაბილურა სიჩქარეები. შედარებით უფრო უკეთესია, ხო? ის ერთი რა მოელანდა არ ვიცი 145 იყო პირველი გასროლა. განმუხტებთ იარაღი. ნახეთ და შემდეგი. ეს მე მგონი 20 მიდის? არა, ხო, 10. პირველი ჯგუფი. მეორე ჯგუფი არის. ასე თქოს შედეგე. ერთნაირებია რა ფაქტია. მაგრამ ქვევი ჩამოუწია. ეს დამალული მქონდა. ახლა და მეორე დამიზნებით ზევით დავსვი. სადღაც აქ უნდა დავუმიზნო ალბათ რომ ცენტრში მოხდეს, მაგრამ მაგას ამაზე მოხვედრა ხო არა ჩვენი დიაფიქსი, ჩვენ ჯგუფები გვაინტერესებს რა. კი ბატონო. და ჯგუფები გადაიღე, აი მეორე ჯგუფი, მეორე ჯგუფი. 30 მეტრი. ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo. ეხლა მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ახალი მსროლელი, ახალი სიტუაციით ნახოთ რა გამოგვივა. სამას 38 327 328 334 ესეც მე-5. ნახოთ. 320. Ну, в принципе, ითქმის რომ სტაბილურად უკავია უკვე. კი. 330 5-7 მეტრი წამი დიდ სომილებას არ აკეთებს რა მაინც ელში. აჰა, მშვენიერი. კი ბატონო. ფაქტიურად ის არის რა. იგივეა რა, თითქოს გავს. ცოტა პატარა, ცოტა. ელელა დასტაბილურდება უფრო და დააპატარავებს ჯგუფებს. თან ღია სამიზნე მოუხერხებელია რა, ჩემი აზრით. თან დიოპტრული დირკა ნახავთ ეგ ჩემს ცოტა ესეთია, არასოდეს არ ვახცე ხოლმე, არ ვიმჭირდი ხოლმე პეტროს მაგ დიოპტრს. ის მიჩვენია უფრო რა.
ჯვარედინად რო არის, ხო? რო გეძლევა საშუალება დააკორექტირო. ნახროტიროა ის წინა ყორა უნდა შუცეთ შემოაქციო ეს ნახროტიროა ცოტა ესეთი თემაა რა, უნდა მოახვედრო შემინდა. დადის მაინც რა, თავისებურად კი ბატონო, ოდრავ თვალს იქეთ გაწევ, აქეთ გამოწევ, უკვე იცვლება ხო სიტუაცია. კაი, ჯგუფი კიდე გააკეთე, ხო? აი ამაში ესრულე უკვე და დარწმუნებული ყავი რა დააყენოს ყველაფერს. იგი აი ამაში ესრულე. კი ბატონო, მათ ხო ერთ წუთი აქეთ რო სხვა სამიზნე დავხატო შეიძლება? კი ბატონო, პრობლემაა. არანაირი. მიჩევია ცოტა პატარა იყოს რა. კი ბატონო. ირაკლი მოგწონს ხო იარაღი თვითონ? კი, ძალიან მომწონს. წონიდან გამომდინარე, გაბარიტებიდან გამომდინარე და ჯგუფებიც ახლა ასე რომ ვთქვათ, მეტრული სამიზნიდან გამომდინარე, არც ეს არის, მშვენიერი ესენია რა, ჯგუფებია რა. ამაზე ოპტიკა მოარგო, კარგი ოპტიკა, ნორმალური ოპტიკა. თვალე რომ ეს ჯგუფები უფრო ვიწროდება და შეგიძლია. კი. შუა შეაწყვი. პირდაპირ მივაწვო, ხო? კი. ბალანსი ახლა. ძალიან მომწონს თვითონ თოფი, აი სუფთა სანადიროა, ასე რომ ვთქვათ რა. ამას მოუხდებოდა რამე 10 ჯერადი მაქსიმალურად 8 ჯერადი კომპაქტური ოპტიკა დახატავდა რა. პატარა გადიდი. 335. 319. მოდი მეც არ ვესვრო, იმიტომ რომ ვერ ხედავ იმას 330. სამიზნეს და ნახოთ რა ხო. და ფურცელი ხო არ შევცვალოთ. შევცვალოთ, მაგრამ ახალ დავფო. ეს წამოვიღო? აქ ესრული ხო? არა. აი მანდ ვესრული. შეხედე? ცენტრში იქნება მუდაქროს როგორც ვთქვარი რა. დია. და ამას უყურე. 3 გადაგდა. კი, არა, გადასარევი ვარიანტია. სამწუხაროდ უსვრის კარგად. კი, და ნელ-ნელა უფრო მართლა სტაბილურდება რა. გასაგები არის, მშვენიერი არის. ძალიან დიდი ინტერესი მაქვს მე რა გამომივა. ოპ. ამი რა გამოგივა შენ? ქვეყანას მოვდე ფიჩები. ხო. ქვეყანა შეგიყრი. ქვეყანა შეგიყრი. ეს არხი მონადირეებისა. Adventures Live Geo. მაგრამ პირდაპირ დაუმისდევ ძიში ხდება, ზევით ხდება და დაბლა ესროლა ქოვით სამიზნეზე და თუმცა როგორ შეხედა? როგორ ისროდით? არ გადა. ხედავ როგორ ისა ცოტა მოხერხებელი შესრულია. აგია, საერთოდ თუ მოვარდი რაღაც. რაღაცას მოხდა ხო? წაიგზავნა. ძალიან მაინტერესებს რა მაგ შედეგად, იმიტომ რომ სამიზნეს არ ვესროდი სამიზნეებს შორის დაბლა, ასე რომ თქვა ხა გაჩვენებთ და ძალიან მაინტერესებს საერთოდ რა არის. რა ჩაგვიტარა ბიჭო? აი ძმო. ვა, რა უცნაურია. ხო, ესე იგი, მე ვუმიზნებდი აი ამ ადგილში სადღაც რა. და აი შედეგად ეგეთი ამბავია. კი, უფრო დასტაბილურდა ესე იგი. მე ესე მგონია ბიჭებო რომ მართლა იმაზე არის დამოკიდებული რა, რომ ამოლესვა მოხდა უკვე ლულის მეტნაკლებად გამზადდა იმისათვის რომ ხო, ხო. გამზადდა იმისათვის რომ გაიყიდოს იარაღი. ჩუბინი ხარ ხო? ღაღიარეთ მო. ხო. აშკარად მოგვიჭო. გიყურა აიფისა რაღაცები და ნა. ჩასწავლები მიშვითო ხო? ხო. ოჩი სტუდენტ თერამე. მოდი ამაზე პატარა დახასიათება გავაკეთოთ ამ იარაღზე. მისაღებია თუ არა ეს იარაღი როგორც 22 ელერი და ვისთვის? მონადირისთვის, სპორტსმენისთვის როგორ? მონადირეების უფრო მისაღებია თავის გაბარიტებიდან გამომდინარე და როგორც აკომწეხან აღნიშნა, ამ იარაღს აქვს პოტენციალი კარგი სამიზნე მოწყობილობები რო გქონდეს, ბევრად უფრო კარგი ჯგუფი იქნება, ნახეთ კიდევაც, რომ ნელ-ნელა ჯგუფი დავავიწოთ, ან მივეჩვიეთ იარაღს და ჯგუფი ნელ-ნელა დაპატარავდა. სამიზნე მოწყობილობაზე მაგალითად რა იგულისხმება ახლა აქ ოპტიკა შეიძლება რომ დაყენდეს? ოპტიკა შეიძლება დაყენდეს, ან სუბუქი პატარა კოლიმატორი შეიძლება დაყენდეს, რომელიც გასწორდება ადვილად და შესაბამისად უფრო დამიზნება, უფრო კომფორტული და საინტერესო იქნება და ასევე შედეგიანიც. ამ შემთხვევაში აი ესეთ მეტრული სამიზნიდან მეტ მანძილებზე სროლას უკვე აღარანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ყორაც და სამიზნე მოწყობილობას არ იძლევა ამის საშუალებას, უბრალოდ შორ მანძილზე სამიზნე საერთოდ მალავს ეს სამიზნე მოწყობილობები და
ბრმად ქვის სროლას გავს მე აქ დასროლა რა სამიზნეზე და გადავიდეთ ახლა ოპტიკიან მოდელებზე ოპტიკას მისროლა გავუკეთოთ და შემდეგ ჯგუფებზე ნახოთ რა იქნება როგორ იქნება რა თქმა უნდა აკუსტყოთ რომ დაგვეხმაროს მე შეგნებულად მოვიტანე ჩემი ნორინკოც აი აკადემიის ნორინკო რომელიც ჩემმა მეგობარმა მაჩუქა ბატონმა ზურაბმა კალანდაძემ ძალიან დიდი მადლობა იმისათვის და მინდა შევადარო აი ამ ძვირიან ეგზემპლიარს მე როგორც მახსოვს ეს რაღაც 2000-ზე მეტი ლარი ღირდა ეს ეგზემპლიარი როგორც მაშინ განვიხილეთ ხოლო ნორინკო ბაზარზე ღირს დაახლოებით 900 ლარი ну რა თქმა უნდა აქ იგულისხმება ის რომ ოპტიკის გარეშე იარაღებზეა საუბარი ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo ჩეზე 457 უკვე ოპტიკით აღჭურვილია ოპტიკა გასწორებული არა მისროლას ვაკეთებთ ეხლა ოპტიკისას უბრალოდ მაინტერესებს ჯგუფები რა ჯგუფს გააკეთებს და მე ჯგუფებიდან გამომდინარე უკვე ოპტიკის განულება მოხდება რა და რამდენ მეტრზე ვისვრით ჯერ 30 მეტრზე ხდება მისროლა და მე გადავწევთ 70 მეტრზე გავაკეთებთ გასწრულებს ახლა სიჩქარე 361 361 ხო რა 20 მეტრი წამით მეტი არის დაახლოებით ვიც არის მზად არის მაგარიცელი არიღლია ეს ოდი გადო 354 ვერ ხედავ ტყუებისად ხდება არა და ხდება 353 ნელ-ნელა სტაბილურდება მე ცოტა ორს კიდევ ვსვი ხედავ სადაც ხდება შეკინაცვალე აი არა ხო პაკასაწელნად გადიდდა ის აქედან რაც ჩანა ის გადიდდა ოდნავ ხო ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე რომ უკუცემა საერთოდ არ არის ხო საერთოდ არ აქვს და აი აყოს დამერწმუნება ახლა რომ რავი ამ მანძილზე ახლა პრინციპში მოშორი მანძილიც არ არის მაგრამ ეს არის ეხება ერთმანეთს ნაყვიარები გადაგამულებია ხო წავიდეთ ნახოთ ნახოთ აუცილებლად უნდა ვნახოთ და რავი შემიყვარდა მაგარია აი ჯგუფი პატაცემულება ხუთი ტყუია სროლა ვა ცერათითი ეს იდეალურია იდეალურია 1 2 3 4 შეეხოდა ეს ტყუა პირველი გასროლა იყო დაქვესროდი და ზევითაცია რა და ამას უნდა ჩამოწევა და ორი კლიკით აქეთ უნდა რა ჩეზეს ხარისხმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა რა თქმა უნდა ირაკლიზეც და აკოზეც როგორც მე ხვდები თუმცა მოსაზრება გვაქვს ესეთი ფიქრობ რომ ოპტიკური სამბეზით რო აღჭუროთ ის ჩეზე აი ამ 30 მეტრ მანძილზე ჩეზე თუ ჩეზე არა ვინჩესტერი უკაცრავად ამ მანძილზე არ გაიქცევა ამ ჯგუფს იგივე ჯგუფს გააკეთებს ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში რა აქ პოტენციალი მიარაღ სასხელტი რბილი აქვს კარგი სასროლია და მოკლეულად მიუხედავად იმისა საწყის სიჩქარე ხო რა უნდა აღნიშნო კიდე იქ კომენტარებში წერდნენ რომ საწყის სიჩქარე ერთად იგივე ექნებაო გზელული ამს და მოკლეული ამს ეგრე არა 20 მეტრი წამით მეტი აჩვენა გზელი ლულიდან შესაბამისად ეს ნიშნავს იმას რომ ტყუია უფრო მეტი სწორი ტრაექტორიით იფრენს შედარებით მეტი სწორი ტრაექტორიით იფრენს ვიდრე დაბალ სიჩქარის შემთხვევაში ხო ესე ხო არ მეშლება ხო და რო წერთ რაღაცებს და ის მე შეცდომა შეყავთ ხალხი ეგრე არ ვარგა ცუდია მოკლედ გზელულიდან 20 მეტრი წამით მეტი სიჩქარე აჩვენა და ჯგუფიც თითი დავალდე და ცერათითის
ხელაზედმა. ეხლა საინტერესოა შორმანძილებზე გავაკეთებთ იგივე გასროლები. ეს არის 70 მეტრი მანძილი. ოღონდ ჯერ მისროლას გავაკეთებ ოპტიკისას, რომ პირდაპირ დამიზნებით ვესროლო რა. ერთი ისიც უნდა აღინიშნოს ჩემო მეგობრებო, რომ ვინჩესტერიდან გასროლილი გაცილებით უფრო ხმაურიანი მომეჩვენა, ვინემ ჩეზედან გასროლილი. თქვენ არ გაქვთ იგივე განცდა პატრიცემო? არ მისევიყუროთ ხოლმე. მე უფრო შენ ძახს უყურებ, რომ შემთხვევით მალხალაში არ გავამგზავრო. ჩემო ძაღლო გამოდი მაკედან. ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo. არ შემიძლია არ გავამახვილო ყურადღება ხალხნო, რომ აი ამისთანა ძალიან მაგარ ლოკაციაზე გვაქვს აი ამისთანა უარგისი სიტუაცია და სულ მეფიქრება ხოლმე იმაზე, ვინც ამას აკეთებს, რა თქმა უნდა, ვინც ამას ყრის, რაზე ეფიქრება ზოგადად, ვისი იმედი აქვს, რომ ამას აიღებს და დაალაგებს. შემდეგ ჯერზე აქ ხო მოუნდება ისევ მოსვლა და დროის ტარება, ხო? აი ამ ფანჩატურში ასე რომ ვთქვათ. და მოკლედ თუ ვინმეს გეგულებათ ეგეთი იდეა, რისი იმედი აქვს ამ ხალხს, ძალიან გთხოვთ გაგვაგებინეთ. არჩი выходи оттуда. Сюда. და სამწუხაროდ შესაძლებელი არის კიდევ ისეთი ამბავიც მოხდეს, რომ დამტრეულ ბოთლებზე ძაღლიც დაგვიზიანდეს ხალხნო რა და ძალიან გთხოვთ მოაკეთებთ ამას რა. მოაკეთებთ. ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo. ირაკლი, მე ნაკლებად თითქოს ავაწყეთ, ხო, ეგი არაღი? კი, რაც საშუალება რაც მოგცა გავაკეთეთ და კაი, ეხლა ვისვრით 70 მეტრზე. 70 მეტრაზე და გვაინტერესებს ჯგუფები. შუა სამიზნეს ვისვრი. კი, დავინახე ძმაო და ძალიან კარგი იყო. მართლა? გლამის ცენტრის გასვრი ვარი რა. დაემთხომილდოდი. კი. მიაყარე ახლა მაგაზე ჯგუფია, მან. თუნდე? ზუსტად ისე ისროლა. მოდი მეწიანდება შემომაქრო ერთი სამიანი ჯგუფი კიდე ქვედა სამიზნეს ვესროლო. ნუ რამე შემიძლია თქვა, ჭიდი მუშაობს იდეალურად. სასხლეტი როგორია? სასხლეტი ცოტა დარბილებული შეიძლება და ყოფილიყო, მაგრამ რაც არის ეგ არის. ზედა სამიზნეს ვესროლო ახლა სამ ჯგუფს. მეჩვენება თუ უკუცემას აგრძნობთ? არა. ახლა ვნახოთ ბიჭებო. ერთი ხوار ვესროლო, მეცნობელი წავიდეთ. ბაზარი არ არის, დაბლა სამიზნეც არიელა. ой, აქეთ ვისვი, პატარა სამიზნეს. კი ბატონო, ეგ შენ გადაწყვიტე. ბარემ ხო ერთი ვისვით მივიღოთ რა. ძალიან კარგად ისმის, 70 მეტრზე. როგორ ვიღებთ ამას? ეს ტრაქტორებს ხდება. ნახლა. ინტერესო. ეს 5 ტყვიანია? რა, 10 მილის გონდა. 10 მილის აქვს? ო, ნახე. ორი პატარა მჭიდია. რაღაც მოიმოყებულ დეცამოა. ძალიან კარგი იქნება ხო. 10-იანიც აქვს და 5-იანიც? 5-იანი ხო? 5 და კიდე მე მგონი ჩავა. არა. არა, იყოს 5. ძალიან საინტერესო გაკეთება ის, პირველი ორდი. ყויה რა კარგად ჩანს, ხო? კი, ჩანს, მოვიუთხარებ.
არჩი, ნუ ვიდებ მოტალახიან რაღაცას ბიში რა. სამი ტყვია არის ძალიან კაი. ხო, ანუ ტყვია უნდა მოარგოთ რა, თორს ჩეზეს ჭირდება ხოლმე, ძირითადად LA-ის ისროდნენ ხოლმე რა, ბიჭები LA კონტაქტი ან LA force ან რაღაც ესეთი, ანუ შეიძლება ეს ვაზნა არ მოწონს ამ ჩეზეს რა. მე ვფიქრობ, რომ სხვა ვაზნაზე უკეთეს შედეგი. მე ვფიქრობ, მაგარ შედეგს დადებს იმ ვაზნაზე, რომელსაც მოირიგებს რა. აბა ეხა მაჩვენეთ აქ რა ხდება. 1 ეს შეინასრულებია, ფრედი? 2 3 გაშალა, მაგრამ ნუ შევიდი სამიზნეში. ეს პირველი ჯგუფი. 3 4 5. ეს არის 75 70, ხო? 70 არის კი. 70 მეტრია ეს. აი, აკოს დასრულები. ეს დაიმაგრე. ეს არ ჩემს აკოს დასრულები რომლები არის? აი, აკოს დასრულები არის აი ეს. სამი ტყვია კარგია. გადასარევი არის ბიჭო. ხო, ჩვენ ახლა მეტი რო გვინდა თორე. ეს ჯგუფიც არ არის ცუდი. თვითონ თოქს აქ მეტი საშუალება. ხო. მეტი რესურს აქ ხო ნუ შეურჩიო ვაზნა. ეს კარგად დავსია დგავ. იმიტომ ვერ ხედავდი სხვა სამოხდა. მეთქი ალბათ ჩავშია და იმიტომ არ ჩანს. ერთი მეც გამასროლია. აგერ შენი ადგილი ძმა მოგი თავისუფალი. არის? შეიძლება? მაგრამ მე შენ ნორინკოდანაც მინდა რომ ისრულო რა. კი, მაგასაც მე შევადარ. სამიზნეების გვაქვს ასე რომ. პატარას ესროლები. შენ თავს უყურები. მე როგორ უნდა ჩავხედავდო? რა უნდა გადართო მოატრიალე. მე თოში. თავი მომაქ სტივენ კინგად და. თორე სადავ ბანაო. კაი. რომ იგდა გადაუ. ჟენი ხუთცალი უნდა ჩავდო რა. აჰა. და ქვედა სამიზნეა цаრიელა. ჩემი თვალები აქედან ხედავს წინვალეთ. მე შემიძლია თვალ დახუჭულმა ვისროლა. თავს უნდა ეღლი ირონიით. ოპტიკა გაასწორო შეთვალზე მოირგე და. ისე ფიქნი. თორე ქვეყანაში შეყრი. ო, საინტერესო იქნება. ძალიან საინტერესო არის. 5 ოდე ვაზნით და რა გამოგვივა. ვა, როგორი სასიამოვნო არის თვითონ აი ეს ადგილი რა, როგორ ბილად გადადის, გადმოდის, იდეალური. უიმე, რა მარცხიანად გავისწრო. დაინახეთ ყია? კი, დავინახე და რაღაცა ძალიან სხვაგან წაიღო. ძალიან სხვაგან მიაღწმე. იქ შენ თვალზე სხვაგან წაიღებს ყველა ვარიანტში. ძაღლია ეს რა. კი, ხედა. ვერიგე? ვერა რაღაცა ვერ მოვირგე და სიმაღლე. ეს სხვა ამბავია, იმდენად არ მაღლებს. მე რა მაღლებს, იცი? მე სადაც ვიყურები, იქ არის. ფურცელზე ჩანს მოხვედრილები? ფურცელზე ჩანს მოხვედრილები და აი ძალიან საინტერესო რაღაცა უნდა მოგიყვეთ. წავედით, ვნახოთ შედეგი. თუ ერთი ცალიც ვისროლო, 4 ცალიც. ისრულო 5 კაცო. 5-ვე კი ბატონო. ჯგუფებს მშვენივრად აკეთებს მე მგონი, მაგრამ ის არის რა ქვია. სხვაგან ისვრის. გადასარევია. ნახოთ. ავიდეთ ნახოთ. შეგრძნებები ძალიან სასიამოვნო არის ამ იარაღიდან სროლისას. იგრძნობა სასხლეტის სიმსუბუქე, იგრძნობა იარაღის ხარისხი და ასევე იგრძნობა ისიც რომ ოპტიკა ძალიან მაღალ ხარისხიანი ჩანს ყოველ შემთხვევაში ამ სიტუაციისთვის. რა ოპტიკა არის? Baueris 822 გადადებით. ძვირიანია? თავის დროზე ძვირიღია და ახლა ძველ მოდელში ითვლება და
შესაბამისად ფასიც დაბალი აქვს. გასაგებია. ეს არის ჩემი ნასრულები. ვუმიზნებდი აი აქ. აი ამ ადგილში ვუმიზნებდი და ხვდებოდა აი აქ. გადაგებიოთ ყვები რა გინდა თო. 3 წელი. ხო, მე მგონი ცუდი არ არის რა. კარგია. შენ არ დაგვიჯერე ხო ჩვენ? არა, ჯურთეს როლი ხო? არა. ხო, არა, ნახე, ზედა მილდოტს ვუმიზნებდი აქ. ზედა მილდოტით ვუმიზნებდი აი ამ ადგილში რა. მაინც ზევითად ჯერ. და მაინც ესე წაიღო. ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა რა მოხდა, ნახე, მე ბოლომდე მოვჭიმე. ამა ხო შეიძლება დაატრიალე გამოტრიალე. შევცვალე. ბოლომდე მოვჭიმე და აი მაგ დროს უკვე სხვანაირად მოხდა ეს ამბავი. SFP არის ოპტიკა და მოხვედრის წერტილი შეიცვალა ზუმთან ერთად. გასაგები. საით ფოკალია რა. შესაბამისად თუ ზუმს როცა ცვლი მოხვედრის წერტილიც იცვლება. უი მართლა, აი როგორი პირველ ფოკალის საინტერესოა. შემთხვევაში არ იცვლება. პირველ ფოკალზე არ იცვლება. first ფოკალზე არ იცვლება, მაგრამ მეორე კარგი, შვენიერი. ეხლა მინდა შევადარო. კი, არა, ყველაფერი იდეალური არის. ეხლა მინდა რა იცი ბიჭებო, ნორინკო შევადარო ამ თოფებს რა. ეხლა იქ 35 მეტრზე სროლას აზრი არ აქვს, მოდი ვისროლოთ აქ, იმიტომ რომ ჩემ ნორინკოზეც ოპტიკა არის. რა პრობლემა? ხო? საინტერესოა. დაბლოთ ფუსლებს ჯგუფები ვიცი და დანარჩენი გავაკეთოთ ფუსლებს. ჯერ ძალიან ცუდად ჩადის, მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ ნორინკოში ძალიან ცუდად ჩადის ზოგადად ჭიდი. მიწოდების კუთხე აქვს საზიზღარი. მიწოდების კუთხე მართლა საზიზღარი. გამოხეჭე უკან გამოხეჭე საკეტი. წინ საკეტი გაკაჩე უკან, ეგრე გაკაჩე ზევით. უნგია ეგრე. ეხლა ყველაზე ცუდი იცი რა მოხდა? აი ამ ადგილში მომხდა გამოტყორცნილი წამალი. ბიჭო. წარმოიდგინე. თორში. აი ამ ადგილში მოხდა. ეგ რას ისევსი? აი ბიჭო, სად იღებ? მე გადამიღე რომ ვლაპარაკო. ჩონხარ. ესე ოპერატორი ყავს, აი ყველაზე ცუდი ოპერატორია დედამიწის ზურგზე რა. ესე იგი, მეგობრებო, მოკლედ ნორინკოში მოხდა ეგეთი ამბავი რა, რომ გასროლისას დენტი გამოისროლა და მოხდა თვალთან. ეგ რას ისევს? ეს იმას ნიშნავს, რომ სათვალე უნდა გავიკეთოთ აშკარად. სათვალე საჭიროა და წინა თოფებში ესეთი რამე არ შეინიშნება. იმიტომ რომ კარგად კეტავს საკეთს, ბუნად კეტავს და კიდე ვერ დაკეტა კარგად და გამოისროლა დაუნწოვი დენტის ნაკუცი, რომელიც შეიძლება მოხდებოდა თვალში და დავრჩენილიყავი თვალის გარეშეც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ხალხო ის ამბავი, რომ ბიუჯეტური იარაღი ზოგადად ბიუჯეტური არის რა და გასათვალისწინებელია მოკლედ. უსაფრთხოების ზღუდები შეკრულია. და შემდეგი გასროლა. კაი, ღილად ეგ არის. გამოილია. დიახ, გამოილია. განმუხტეთ, დავრძმუნდით, რომ цаრიელია და წავიდეთ, ვნახოთ ერთი შედეგად რა გვაქვს. ოპტიკა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ნატყვიარი გამოჩენილიყო. მაინც ითვლება, რომ სანადირო ოპტიკა არის რა და ასე ვთქვათ, ახლო დისტანციებზე იძლევა მარტო სპორტულის როლისთვის. დიახ, სპორტულის როლისთვის ნამდვილად არ არის. მივართ ახლოდან ნახავთ რა გვაქვს. მე მგონი 5 ტყვია ვისროლ. ესე იგი, ვესროდით აქ ერთი მოხვედრილი აქ არის, მეორე აქ არის. მესამე არა გვაქვს. მესამე? აი მესამე. ეგ არის? ხო. 5 იყო მაშინ. ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში სადღაც რომელიღაცა ეს არის რა. რომელიღაცა ეს არის. აი რამდენად არასტაბილური სროლები არის, ეხლა თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ ბიუჯეტური იარაღიდან რა. ასე ვთქვათ, ნორინკომ ტესტი ჩააგდო, ვერ გაიარა საერთოდ და აქედან გამომდინარეობს ერთი რამ. ბიუჯეტური იარაღი რჩება ბიუჯეტურ იარაღად. იქნება ვაზნაც არ მოწონს. შეგეცვალა, აბა ის ეცადა რასაც ხრედი ისვის. რჩევას გავითვალისწინებ და მოვსიჯოთ ეხლა სხვა ვაზნით.
ეხლა ვაწყობთ სხვა ვაზნებს, მწარმოებელი არის გერმანული semi-auto 22 LR-ი, რეები აწერია კიდე. გერმანული ტყეებია. ხო, ანუ ქარხნის სახელი არ ვიცით. ყოველ შემთხვევაში ისე წვრილად წერია, რომ მე ვერ ვკითხულობ, რა ვიცი. ეს ქარხნის სახელი კიდე მითხრა? ხო. ხულენგეენ ხოლენი. ჩადებ? თქვენ ლოკალი ბაყავი რა არის, არ ამის რა. აი ესე მახინჯური არის, აი. არეთევა თუ რა არის. აჰა. აი. კარგი, ისევ იქ ვესვრით იმ წერტილში. არჩი ემოციებს არ აყვე, ყველაფერი კარგად იქნება. აჰა. ძალიან მაინტერესებს შედეგი რა არის. ერთი საბოლოო გავისროლო და მე დახუჭული თვალით არ ვისვრი ხოლმე, ასე რომ ხედავ. დაიჭირა მას. ვერ გამოაგდო, ხო? სამსონიკებზე უჭერს ესე. ხო, მოკლედ, ეხა მე რასაც ვხედავ, იქ სერიოზული ქაოსი წარმოიქმნა. მართლა? კი. და მივალთ ერთად ნახავთ შედეგს. ეხლა შენ ისროლე ზებგერითები. ეხლა ისროლე საქსონიკზე, რომ ნახოთ შედარება როგორ ექნება. შენ სტოპს ეჭირა, თითქმის იგივე სიჩქარე, რასაც წერდა ჩეზე. აი ეს არის ეხლა ჯგუფი. აი ეს გააკეთა. ხედავ, ტყუის ცვლილება, რამხელა ცვლილებას აკეთებს ფურცელზე. ტყუის ცვალებადობა მოიტანა აი ეს შედეგი ჩემო მეგობრებო. ხო. ეს არის შეინასრული ჩეზეთი. დიახ, ეს არის ჩეზეთი ნასროლი. ეს ერთი წეგან შენ ნორინკოთი ზებგერითი რო ისროლე, ქვემოთ რომელიღაცა მოხდა. დიახ. ამიტომ ეს გამოურიცხოთ და ეხლანდელი ჯგუფი არის აი ეს შენ. 1 2 3 4 5 აი ეს არის ეხლა მე ესე მგონია რა. ის ამბავი რომ ვიზახდით რომ ნორინკო არის ძალიან დაბალხარისხიანი იარაღი, ფაქტია რომ ეს ასია, მაგრამ რაც შეეხება დაჯგუფებას, რა ვიცი, ცუდი დაჯგუფება ნამდვილად არ შეიკრა რა. ხედავთ იმისა არ მოველოდი. ხო, ბიუჯეტური ტოპიდანაც შესაძლებელია გარკვეული სიზუსტის მიღება. მე იცი რა მახსენდება, თქვენთან შეჯიბრი რო ჩატარდა და ფოთიდან იყო ჩამოსული ერთ-ერთი ადამიანი, ჩვენი არხის მაყურებელი, სამეგრელოდან, ხო. ხო და იყო ყველაზე ბიუჯეტური იარაღით მოსული ზამბორდგუშიანი და ჩემპიონი გახდა. კაცი, ხო. მედალი ჩამოიკიდა, ასე რომ. იმიტომ რომ მან თოფი შეისწავლა, ყויה მოარგო, სიჩქარე მოარგო და შესაბამისად კარგადაც ისროდა და დადაკიდებად შედეგიდა. ანუ აქედან რა შეიძლება ითქვას, რომ თლად უიმედობაც არ არის, ხო, როცა ბიუჯეტური იარაღთან არის საქმე. არა, რა თქმა უნდა. შეიძლება მოირგო თოფი, მოარგო ვაზნა და რაღაც კაი ჯგუფებიც გააკეთებინო რა. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. რა ვიცი, მოკლე შეფასებას ვიტყვი ორივე თოფზე რა. რემინგტონი ხო პირველი მოდელი? ვინჩესტერი ბოდიში. ვინჩესტერი არის ძალიან კომპაქტური, სუბუქი, ესე რომ ვთქვა, აი გასართობა და სანადიროდ ჩემი აზრით იდეალურია რა. უბრალოდ ერთადერთი მე დავამატებდი ამას ან კოლიმატორს, ან ძალიან კომპაქტურ ოპტიკას რა, მინიმალური გადიდებით, ხო რა. უფრო დარწმუნებული ვარ, უფრო მაგარ შედეგებს დადევს, თუ ექნება უკეთეს სამიზნე რა. სხვა მხრივ ჭიდი ძალიან მაგარი აქვს. ძალიან მომეწონა ეს როტორული ჭიდია, 10 წვიანი ხო? 10-იანი. ანუ ძალიან პატარა ადგილს იკავებს და ძალიან კომპაქტურად არის მორგებული რა. ან გამოშვერილი არ არის გაქვევიდან და რა. შვენივრად არის და მუშაობაც კარგი აქვს. მოგეთ მომწონს ეს თოფი, ვიტყვი რომ სანადიროდ აი იდეალურია ჩემს თვალში. ჩეზაზე ვიტყვი იმას, რომ ოპტიკაც არ გვიწყობს ხელს ახლა, კი არის მაღალი კლასის ოპტიკა, მაგრამ მაინც ძველი ვერსია არის, არ გვაქვს თხელი ბანდი ამაში. მიდოტები საკმაოდ დიდი აქვს და სამიზნეს მიფარავდა 70 მეტრზე, მაგრამ ბოლტი და სასხლეტი არის ჩემს თვალში ძალიან მისაღები და მაღალი ხარისხი რა.
თავისუფლად ვიტყვი, რომ აი ამ მოდელით შეიძლება სპორტული სიზუსტეები მიიღოს ადამიანმა თუ მოარგებს ტყვიას და კარგ ოპტიკას. იგივე შემიძლია და დავამატებდი იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ვისროლეთ უკვე, კარგაბლომად ვისროლეთ ამ ჩეზედან და ჩახედე საკეს და მჭიდს ერთი ცალ დენს ვერ ნახავ, ანუ მაქსიმალურად ჭიდროდ კეტავს საკეთს, რომ გამონაბოლქვები და გამონატყორცნები უკუცემის გაზებისა და დენტისა არ აქვს, შევ თვალში მოხდა წეხან ჩენი ნორიკო და რო ისროლე. ანუ არ ბინძურდება, ხო. ეს ნორიკო, მაგრამ ეს ახლა ძველი იარაღია და შეიძლება იპატიოს კიდევაც მაგას ეგეთი რაღაცა. ნუ ანალოგიური რაც აკონ თქვა იგივე შემიძლია გითხრათ, რომ ჩეზედან შეიძლება უფრო მაღალი შედეგების დადება, სპორტული შედეგების დადება. უფრო მეტი ის მოთხოვნა შეიძლება ამ იარაღზე. კლასაც მაღალია და ფასადაც ძვირია, მაგრამ ნუ კიდევაც შეუძლია, შესაძლებლობების მეტი აქვს ამ იარაღს მოკლედ რა. თუ სპორტული სრულებით არის დაკავებული ადამიანი, მით უმეტეს რა. ძალიან მომეწონა აი ეს. ხო. აქ შეიძლება დაყენდეს მუხრუჭ კომპენსატორი, ან წუნერი, ან რაღაც და კიდევ უფრო შეიძლება კაი ჯგუფების დადება. და პატარა ჯგუფები, კი ბატონო. სიჩქარეებს რაც შეეხება ჩემო მეგობრებო, მოდი აბა ერთი სიჩქარეები ჩვენ ჩავიწერეთ ქრონში. პირველი იყო ესე იგი ვინჩესტერის ნასროლები. ესე იგი რა ხდება ამ პროფილში? ჩვენ ვისროლეთ 19 ტყვია გავისროლეთ ვინჩესტერიდან. აქედან ნახოთ ახლა უმაღლესი სიჩქარე, მერე ყველაზე პატარა და საშუალო სიჩქარე რა გვაქვს. ესე იგი ყველაზე მაღალი იყო 345 მეტრწამი. ყველაზე დაბალი სიჩქარე იყო 315 მეტრწამი. ეს რა თქმა უნდა თოფის ბრალი არ არის, ეს არის ვაზნების ბრალი. არათანაბარი მუხტის გამო შეიძლება დენტის გამო შეიძლება ეს სიჩქარეები მივიღოთ ხო. და ანუ საშუალო სიჩქარე ქონდა 328 მეტრწამი. ვინჩესტერიდან მოკლე ლულით რა. ეხლა ვნახოთ იგივე ტყვია ჩეზეზე რა სიჩქარეებს გვაძლევდა. ანუ ლულის სიგრძე განაპირობებს ტყვის სიჩქარეს. აი სახება კი. ლულის გრძელი ლულა განაპირობებს მაღალ საწყის სიჩქარეს. მეორეში ესე იგი გვაქვს 10 ნასროლი ჩეზედან. მაღალი, ყველაზე მაღალი სიჩქარე იყო 361, ყველაზე დაბალი იყო 342 და საშუალოდ 348 მეტრწამი აქვს ჩეზეს რა. თითქმის 20 მეტრწამით მეტია რა. ერთი და იგივე ვაზნაზე. ვაზნები ერთ და იგივე იყო. უბრალოდ ლულის სიგრძე არის განსხვავებული ამ შემთხვევაში რა. ნორიკოზე რა სიჩქარე? ნორიკოც ჩავწერეთ ჩვენ. შენ სხვა პროების როლი თავიდან. ის 260 იყო პირველი. ესე იგი 8 ტყვია ვისროლეთ. ბოლო ალბათ 5 ტყვია იყო დაბალი სიჩქარიანი, ხო, მალენ? თუ სწორად მახსოვს. ეგრე იყო. 344, 345. აი 367 იყო შენ high velocity-ს რო იცოდი, მაღალი სიჩქარით 360 მეტრზე მეტი იყო რა და შემდეგ რომ ისროლე ეს ვაზნა, ჩვენ რასაც ვისროდით ვინჩესტერი და ჩეზეთი, მაგ ვაზნაზე იყო თითქმის იგივე სიჩქარე რაც ჰქონდა ჩეზეს 355. და ჯგუფებით ამ ტყვია ნორინკო ტყვიებს უკეთესე გააკეთა. ანუ ეს არის გეკოს ფირმის ვაზნებია, გერმანული წარმოების. გეტყვი მონაცემებს ზუსტად რო იცოდე ახსოვდეს მე რა. ესე იგი 200 დაწერია. ხო, ვერ არის. 2.6 არის გრამი ტყვისა, თავის წონა, ჭურის წონა და 40 გრეინი არის გრეინებში. სიჩქარე რა უწერია ისე მაგას? სიჩქარე როგორ უწერია გვამას, ცხრილი უწერია პირდაპირ ხედე. 0 მეტრზე არის 350, 25 მეტრზე 321, 50 მეტრზე 315 მეტრწამი, 75 მეტრზე 304 მეტრწამი სიჩქარე. გასაგებია, ჩვენ გვაინტერესებს ლულასთან რა სიჩქარე აქვს, ხო? 350. 350 თითქმის რეალურია, იმიტომ რომ 355 მეტრწამთან ითამაშა ჩეზესთან რა. კი. მოკლედ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ვისაც გაინტერესებთ 22 ელერები თქვენ თვალით იხილოთ, მოგზანდით მაღაზია კალიფში, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი მაღაზიები, იმიტომ რომ მაღაზიათა ქსელია. გვაქვს რუსთავშიც, გვაქვს კახეთშიც, დასავლეთშიც, თბილისშიც, მოკლედ მიბზანდით და ათვალიერეთ, თქვენ თვალით იხილეთ ეს იარაღები და თუ რა თქმა უნდა თქვენი ბიუჯეტი და იარაღის ხარისხი ემთხვევა ერთმანეთს თქვენი წარმოდგენით, შეგიძლიათ შეიძინოთ, მოიხმაროთ და ასე ვთქვათ, იმეგობროთ ჩვენთან. გამოიწერეთ არხი. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებდით.